მშვიდობისკენ ორ რამეს მივყავართ. პირველი, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაზრდას, მეორე, სანქციებისა და ზეწოლის გაძლიერებას. პუტინი ნაბიჯს არ გადადგამს, თუ რუსეთზე მეტი ზეწოლა არ მოხდება, რათა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და საქმეს სერიოზულად მიუდგეს. ჩვენ კვლავაც იმ პოზიციაზე ვართ, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოში გაწევრება იქნებოდა, მაგრამ რადგან ამას დრო სჭირდება, სხვა გამოსავალიც უნდა ვიპოვოთ. ესტონეთმა თავიდანვე თქვა, რომ თუ საუბრობთ ნებაყოფლობით კოალიციაზე, მაშინ ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაუყოვნებლივ შევიტანოთ წვლილი. ჩვენ უკვე განვიხილავთ ასეულის დონის ქვედანაყოფის გამოყოფას და მზად ვართ განვათავსოთ კიდეც. ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს გვერდით. ფიქრობ ეს ყველასთვის ნათელია და უნდა გვესმოდეს, რომ ამჟამად არ გვაქვს ნათელი წარმოდგენა თუ როგორ იქნება ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ლიდერების ბოლო შეხვედრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ასევე შეუწყო ხელი ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს.